მოდით დავაგვირდეთ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს, მოდით დავაგვირდეთ ერთ ძალიან საინტერესო დეტალს, რომელიც გვიჩვენებს, რომ მასები, როგორც წესი, ყოველთვის იდგნენ თამაშკარი მდგომარეობაში, მასები ყოველთვის იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომლიდანაც გადანილი ბურთები ყოველთვის უქმდებოდა, ბურთები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ბადებდა მოჩვენებით ილუზიას, რომ თითქოს და ესა თუ ის პრობლემა, ესა თუ ის საკითხი იქნა გადაჭრილი, თითქოს ესა თუ ის იღწევა, ასე ვთქვათ, საბოლოოდ იქნა რეგისტრირებული და გოლად ჩათვლილი, მაგრამ როგორც წესი, ძალიან მალევე აიწეოდა ხოლმე საჭის ალამი, რომელიც უჩვენებდა, რომ ბურთი იყო შესრულებული თამაშკარი მდგომარეობიდან, მსგავსი ალამი კი სამწუხაროდ გამოდვებით იწეოდა, გამოდვებით ხდებოდა მისი აღმართვის საჭიროება, ვინაიდან და რადგანაც ის, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ადამიანები ეძახდნენ პროგრესს, ეძახდნენ ცვლილებას, სინამდვილეში იყო სხვა არაფერი თუ არა მოჩვენებითი თამაშკარი მდგომარეობა, რომლიდანაც მხოლოდ და მხოლოდ ხდებოდა ერთგვარი ილუზირებული ხედვა, რომელიც ასე ვთქვათ, სიბნელეში და მონობაში ამყოფებდა ადამიანებს. ერთადერთი, ვისაც შეეძლო ნამდვილი ბურთის გადანა, ნამდვილად მიზნისკენ სწრაფვა, ამის შესრულება, ისინი ისევ და ისევ იყვნენ ინდივიდები, მაგრამ მოდით კარგად დავაგვირდეთ ერთ საინტერესო დეტალს, ის ინდივიდები, რომლებიც არ იყვნენ მონები, ის ინდივიდები, რომლებიც არ იყვნენ ამა თუ იმ ბელადების, ამა თუ იმ იდეოლოგიების და ამა თუ იმ სხვა ათასი ჭმახის მსხვერპლი, რომლებიც არ იყვნენ რადიკალიზმში გადავარდნილები, რომელთაც ჯერ კიდევ გააჩნდათ წონასწორობა და წესრიგი, ადამიანები, რომელთაც კვლავაც გააჩნდათ ჯანსაღი გახჭის უნარი და სახით ცნობიერება. თუ კარგად დავაგვირდებით, სულ უკან დავუბრუნდეთ, ატლანტიდაშიც კი აღენიშნება გარკვეულ მასალებში, თუნდაც გულში ერკვევა საინტერესოდ, რომ ასე ვთქვათ, მათში ჩამოყალიბებული ყველაზე დიდი სამეცნიერო ორგანიზაცია დაიწყო სწორედ, რომელიც შემდგომ გახდა მრავალი პროგრესის სათავე, დაიწყო სწორედ ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, თვითდამკვირვებიდან, ერთი კონკრეტული ინდივიდიდან, რომელმაც საკუთარ თავში აღმოაჩინა გარკვეული შეუსაბამობები, გარკვეული შეუსაბამობები, რომლებიც აშკარად უჩვენებდა, რომ მის თავს რაღაც ძალიან არასასურველი და რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა და შესაბამისად დაიწყო კვლევა, როგორც მოგვითხრობს, დაიწყო კვლევა, რომელიც გაგრძელდა სხვა მის თავს არსებებში. აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ მას ასევე შემდგომში გადმოუჩინეს სხვა თანამოაზრეები, ამ თანამოაზრეებს კიდევ თანამოაზრეები და შესაბამისად ეს ყველაფერი გაგრძელდა და გარდაიქმნა ძალიან საინტერესო ჯგუფად, რომელმაც ასე ვთქვათ, დაუტოვა მომავალს ნამდვილი სინათლე, ნამდვილი ობიექტური ცნობიერება, ასე ვთქვათ, ობიექტური მეცნიერება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა შემდგომში განხილვა და განსჯობა ამა თუ იმ ფენომენის, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბევრი მათგანი დაიკარგა, ნაწილი შემორჩა, ნაწილი აღარ არის ყურადსაღები, მაგრამ მაინც დასაფასებელია ნამდვილად მათი შრომა. იგივე შეიძლება ითქვას დღესაც და იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ისტორიაშიც, მხოლოდ და მხოლოდ პროგრესი მოდიოდა ამა თუ იმ ინდივიდთა ჯგუფიდან, რომლებიც მუშაობას იწყებდნენ ზუსტადაც რომ საკუთარი თავიდან ისინი არ გაკავდნენ ჯანსაღ ცნობიერებას, არ ექცეოდნენ ამა თუ იმ ზეგავლენებში და არამედ ისინი უკანონოდ აკეთებდნენ საკუთარ საქმეს, საკუთარი რწმენით, საკუთარი შინაგანი ხმით და მოდი ნათლად დავინახოთ, რომ დღესაც ზუსტად ანალოგიურია, თუ გვინდა ჩვენ მივახციოთ რაიმე პროგრესს, დავანებოთ მასებს უნდა მოვიშვათ, მასების განხილვა არ იქნება. საინტერესოა, სხვადასხვა სახარებაშიც შეგვიძლია აღმოაჩინოთ მსგავსი მოწოდება, რომ ასე ვთქვათ,
აუშვითო, მტრებმაო, თავიანთი მტრები დამარხვენო, ასევე ქრისტე გამუდმებით მასებს უწოდებდა ბრმის მიმდევარნეებს, რომლებიც მოძღვარები ორმოს ჩავარდებიან. შესაბამისად მოვეშვათ მასებს, მოვეშვათ ამ რაღაც მასობრივი გამოგვიძების ილუზიებს, რაღაც მასობრივი რაღაც განახლების ილუზიებს. მასები რეალურად არიან თამაშგარე მდგომარეობაში, მასები იყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში, არიან თამაშგარე მდგომარეობაში და მომავალშიც იქნებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ხოლო იმ გარკვეულ ადამიანებს, რომელთაც ასე ვთქვათ, ექნებათ პატივი და შესაძლებლობა გასცდნენ, გაარღვევონ, დაბრუნდნენ კვლავ თამაში, გამოვიდნენ თამაშგარე მდგომარეობიდან და რა თქმა უნდა, ის ვინ შესძლებს გამოსვლას თამაშგარე მდგომარეობიდან ამდენი საუკუნის შემდეგ, ამ თხელა დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ იქნებიან ინდივიდი ჯგუფი და თუ კი რაიმე პროგრესი იქნება, ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ამ გარკვეული ჯგუფისგან. ერთი სიტყვით ყველამ თავი დავაყენოთ მასებს, მასებისგან. არასდროს არ მოსულახსნა მასებისგან, არც არასდროს არ მოახსნა. ერთადერთი პროგრესი შეიძლება მოვიდეს ინდივიდი ჯგუფიდან, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩათ ცნობიერების ის რაღაც ჯანსაღი ნაწილი, რომელთაც კვლავ შეუძლიათ თამაში დაბრუნება, რომელთაც კვლავ შეუძლიათ თამაშგარე მდგომარეობიდან გამოსვლა. მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც არის საჭირო, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რათა ადამიანი გადარჩეს, იმისთვის, რათა ადამიანს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი ობიექტური ცნობიერება. ჯანსაღი ობიექტური ცნობიერება კი სხვა არაფერია, თორე კანონზომიერი ცნობიერება. ამა თუ იმ წესებთან, ამა თუ იმ კანონებთან მიმართებაში, ამა თუ იმ წესებთან და კანონებთან მიმართებაში, რომელიც რა თქმა უნდა არავითარ კავშირში არ არის ადამიანების მიერ მოგონილ კანონებთან, წესებთან, რომლებიც ისევ და ისევ თავად დააწესებათ და წესები, რომლებიც გამოდიან, კანონები, რომლებიც გამოდიან ჩვენებს, რომ მათგან არათუ მოდის ხსნა, არამედ სულ უფრო და უფრო მოდის მხოლოდ და მხოლოდ გაუარესება, სულ უფრო და უფრო მოდის უფრო დიდი ფიცკი ამ ყველაფერიდან, რომ უფრო მეტად იქნას ეს ყველაფერი დარღვეული, უფრო მეტად იქნას ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, როგორ გადალახული. ადამიანების მიერ მოგონილი ამა თუ იმ რაღაც უზრ კანონებიდან ნამდვილად არ მოდის ხსნა, ისინი არიან ნაცნები სამართალს და შესაბამისად ნორმალურიც არის, რომ ამდენი საუკუნის მანძილზე ვიღებდით გამუდმებით დამნაშავეთა ჯგუფს, ადამიანებს, გამუდმებით დამრღვევებს. სწორედაც ვიწირათ, იმიტომ რომ ეს სწორი კანონები იყო იმ ფორმით შექმნილი, რომელიც თავადვე უბიძგებდა ადამიანებს მისი დარღვევისკენ. ერთგვარი მუხტი და მუხაჩვის ფენომენით მოქმედებდა ეს ყველაფერი. და ასევე გვიჩვენებს მართლაც ძალიან საინტერესოდ ეს არის, რომ რეალურად ძალოვანი უწყებებით, ძალით არასდროს არაფერი არ კეთდება, რეალურად ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ წარმოშობს საპირისპირო ძალადობას, რეალურად ფიზიკური აღწარვებით მიღებული კანონები ეს მხოლოდ და მხოლოდ არის მოჩვენებითი და რეალურად მხოლოდ იმ კანონებისგან შეიძლება მოვიდეს თავისუფლება, იმ კანონებისგან შეიძლება შეიქმნას რაღაც ღირებული, რომლებიც იქნება ობიექტურ ცნობიერებაზე დამყარებული, ობიექტურ ცნობიერებაზე დამყარებული კანონები, რა თქმა უნდა, იყოს თავისუფალი, ნორმალურად, საღად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილი და არა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უბრალოდ ვერ ხედავენ და რომლებიც უბრალოდ ვერ იხედებიან საკუთარი ცხვრის მიღმა, რომ არსებობს ბევრად უფრო დიდი სიგნალები, ვიდრე TPO ეგრეთ წოდებულ კანონმდებლებს შეუძლიათ წარმოიდგინონ.
ვინაიდან და რადგანაც მათ ამის წარმოქმნა არ შეუძლიათ, შესაბამისად მათ კანონები გამოდროებით არის ფუჯი და ამაო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უარეს და საპირისპირო შედეგებს იძლევა.